მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ღვთისმეტყველების საათი. დღევანდელი გადაცემის სტუმარია ნაკულბაქევის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის მღვდელმსახური დეკანოზი შიო ბაკურია. მამაო, მადლობა მოგზაურობისთვის. დღევანდელი გადაცემის თემა იქნება ეკლესია და ფსიქოლოგია. ახლა თავშივე განსაზღვრავ მე, რომ ჩვენ არ ვისაუბრებთ ფსიქოლოგიაზე როგორც მეცნიერებაზე, თანამედროვე გაგებით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ეკლესია სულის მკურნალიც არის. უპირველესი მიზანი ერთ-ერთი ეს არის, რომ ადამიანის განხრთობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ აუვლით გვერდს ანთროპოლოგიას, ადამიანის სულის შედგენილობას, მიზანს, მის შექმნის მიზანი, რასაც წარმოადგენს, მისი სულის შედგენილობას, ეკლესიის მიზანდასახულობას, რაც თავისთავად თანამედროვე ყოფაში კავშირშია ფსიქოლოგიასთან, როგორც მეცნიერებასთან, ამავე დროს და ფსიქიატრიასთანაც, ხშირ შემთხვევაში პრაქტიკული თვალსაზრისით გამომდინარე, რადგან ხშირად მრევლში ხო მოძღვარს უხდება ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც შესაძლებელია იყვნენ მაგალითად ერთის სხვადასხვა ფსიქოლოგიური ტიპები და ამის ცოდნაც კარგია მოძღვრისთვის, თუმცა ეკლესიის იმდენად დიდი გამოცდილება გააჩნია ასკეტური ლიტერატურაში და იმდენად დიდია ანთროპოლოგიური სწავლება, ანუ ადამიანის შესახებ სწავლება ეკლესიაში, რომ შესაძლებელია თანამედროვე ფსიქოლოგიური მიღწევების გარეშეც მოძღვარმა კარგი მოძღვრობა გასწიოს. მაგრამ როდესაც ამის ცოდნაც მეტნაკლებად აქვს, ან იმის განსაზღვრების უნარი, სად ჭირდება მას ფსიქიატრი, სად ჭირდება მას ლოცვა, სად ჭირდება მას როგორი ლოცვა ჭირდება როგორ ადამიანს, ამ შემთხვევაში ეს მოაქვს რა თქმა უნდა გამოცდილებას და ეს მოაქვს რა თქმა უნდა საეკლესიო სწავლებას ადამიანთან დაკავშირებით. აი თვითონ ტერმინის ანთროპოლოგია თავისთავად ტერმინი განს ადამიანის შესახებ მოძღვრება ხო ესე განიმარტება. მაგრამ ერთ ძალიან საინტერესო განმარტებას გვაძლევს წმინდა ანასტასი სინელი, რომელიც ამ ტერმინს ბერძნულ გაგებას, რომ ესე იგი ზემხედველი არსება. ანუ ადამიანი, რომელიც მიზანიც არის ღვთისკენ სვლა, ანუ განხრთობა. ქართულში ადამიანი, ანუ ადამიანის მოდგმას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, თვითონ ტერმინი ბერძნულ ენაში ცოტა სხვა შინაარსით არის დატვირთული. ეს თვითონ უკვე ტერმინი გვეუბნება ჩვენ ადამიანის მიზანს. აქედან გამომდინარე, მე სურს ვისაუბროთ, რა თქმა უნდა, უფრო მეტად საეკლესიო კუთხით, ანუ ეკლესიის, ესე იგი, რაობის შესახებ, რომ ეკლესია როგორც მკურნალი, თავიდან ამაზე დავიწყოთ საუბარი, მაგრამ გვერდს ვერ აუვლით ადამიანის აგებულებას, ანთროპოლოგიას, სულს, რისგან შედგება ადამიანის სული, რითი განსხვავდება ის ცხოველის სულისაგან. და შემდეგში უკვე გადავიდეთ ბოლო ნაწილში. ახლა მე შესავალში რაღაცა ზოგადი, ესე ვთქვათ, შინაარსი მოხაზე, ესე ვთქვათ, გადაცემის, მაგრამ ესე ვთქვათ, დასკვნით ნაწილში უკვე ვისაუბრებთ პრაქტიკულ მდგომარეობებზე, იმიტომ რომ ძალიან ხშირად მრევლში არის სხვადასხვა ტიპის ადამიანები, ერთი ფსიქოლოგიური ტიპები და ყველა სხვადასხვანაირი მიდგომა ჭირდება, ხო, ზოგი დეპრესიულია, ზოგი უბრალოდ მელანქოლიკი ადამიანია და სულაც არ გულისხმობს, რომ ის მაგალითად სასოწარკვეთილებაშია, ზოგი ესეთ უფრო საგვინიკია, შეიძლება ეს ფსიქოლოგიურ ტერმინებს მოიხმარ და უფრო ემოციურია. ყველა ადამიანი შეიძლება ცხონდეს, ყველა ადამიანი შეიძლება გახდეს წმინდანი. მეცაც ვიტყვი, შეიძლება მას ფსიქიკური რაღაც გარკვეული სომატური პრობლემა ჰქონდეს და განიკურნოს, რა თქმა უნდა, ხშირ ხანდახან ექიმის დახმარებით და შემდეგ ეკლესიის ესე იგი ლოცვითა და ახსარებით და სინანულით და ასე შემდეგ, ანუ სწორი მიდგომით, განსჯით მისი სულიერი ცხოვრების განიკურნოს კი შეიძლება წმინდანიც გახდეს, ხო, ანუ სასუფეველში შევიდეს, არა მხოლოდ ესე ვთქვათ, სომატურ დონეზე განიკურნოს. ასე რომ ძალიან ბევრი საკითხია, რაც პრაქტიკული საკითხია, ანუ ჩვენ დღევანდელი გადაცემის მიზანი შეიძლება უფრო მეტად პრაქტიკული საკითხიც იყოს. აი მოძღვარი როგორ უნდა მიუდგეს, როგორი თანამშრომლობა უნდა გქონდეს მედიცინასთან და ასე შემდეგ. აი მოდი პირველ რიგში დავიწყოთ ცოტა მიმოვედი ასე ვთქვათ სხვადასხვა საკითხებს, დავიწყოთ ეკლესია როგორც მკურნალი რატომ არის და რას გულისხმობს. დიახ, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. საკითხი ძალიან ვრცელი და უაღრესად საინტერესო უნდა იყოს ჩვენი აზრით. ეკლესია როგორც მკურნალი. მოგესალმებით, თავად წმინდა ეკლესია წარმოადგენს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მისტიურ სხეულს და უფალი მოვიდა, რათა კაცობრიობა გაანკურნოს, განწმინდოს, განაახლოს და აჩქოს მას უკვდავება და მარადეული ცხოვრება. თავიდანვე ეკლესიისთვის ცოდვა და დაცემულობა სწორედ ასოცირდებოდა და ასოცირდება სნეულებასთან და სნეულს ყოველთვის ჭირდება მკურნალი. სახარებაში არაერთი მაგალითი არის მაცხოვრის მიერ აღსრულებული კურნებებისა, უფალი კურნავს ბრმებს, ეშმაკეულებს, დავრდომილებს და ასე შემდეგ და მორწმუნე ადამიანს, რომელიც კითხულობს წმინდა წერილს, ებადება კითხვა, რატომ აკეთებდა ამას ჩვენი უფალი. უპირველეს ყოვლისა, ის გვეუბნება, რომ მას აქვს ძალაუფლება ხრწნილების, ხრწნის, სიკვდილის დამარცხებისა, ჩვენი განახლებისა, რომელიც ჩვენ მოგველისყოლას მისი კვლავმოსვლის ჟამს. ამავდროულად მეორე მხრივ, ეკლესია, რომელიც ცხოვრობს, მაცხოვრებლობს, მღვდელმოქმედებს სხვადასხვა
დროში, ეპოქაში და სივრცეში ამ ქვეყნულ ცხოვრებაშივე ადამიანს შეეხიდება, რათა მის ცხოვრება წარმართული იყოს სწორად, ჯეროვნად და ადამიანმა იგრძნოს თავი ბედნიერად. საეკლესიო სწავლების მიხედვით სამყაროში სულ ორი რეალობა, ორი სინამდვილე არსებობს, ერთი შეუქმნელი, აუგებელი ძველ ქართულად, ხოლო მეორე შექმნილი, ანუ აგებული ძველ ქართულად. შეუქმნელი მხოლოდ ღმერთია და ღვთის გარდა ყველაფერი შექმნელია არაფრისაგან. ის რაც შექმნელი არაფრისაგან, ბუნებრივია მიიდრიკება არაფრობისკენ და აი ჩვენთვის სამყაროში ნათლად ჩანს, ჩვენს ყოველდღიურობაში ჩანს, ჩვენს სხეულზევე ჩანს, რომ ჩვენც ნელ-ნელა ვბერდებით, ვიხსნებით და მივდივართ ყველანი ბიოლოგიური სიკვდილისკენ. თუმცა წმინდა ეკლესია, რომელიც ქადაგებს და უღალავად ბიბლიურ მოძღვრებას, განუგეშებს და გვეუბნება, რომ ღმერთმა სამყარო შექმნა მარადიულობისთვის, მარადიული ცხოვრებისთვის და იმისთვის, რომ სამყაროს ჰქონდეს უკვდავება და მარადიულობა, მას უნდა ჰქონდეს მარადიული თანაზიარება ღმერთთან. აი ეს თანაზიარება, ამ თანაზიარების პოტენციალი მოიტანა ჩვენ მოუფალმა იესო ქრისტემ და კურნება, განკურნებულობა, განახლებულობა სწორედ ამ ყველაფრის კონტექსტშია წმინდა ეკლესიისთვის. ეკლესიისთვის ერთ-ერთი მთავარი საქმიანობა სწორედ კურნალობაა, განკურნებლობა და მაკურნებლობაა. კურნალობა ხორციელი და მკურნალობა ცხადია სულიერი გაგებით. თქვენ საინტერესოდ შეეხეთ ანთროპოლოგიას. მნიშვნელოვანია ვისაუბროთ ამ თემაზე. ვინ არის ადამიანი ეკლესიისთვის? რას წარმოადგენს იგი? ჩვენ ვკითხულობთ პიენტერელში. ღმერთმა შექმნა ადამიანი მიწისაგან, შთაბერა მას სული და იქმნა ადამიანს სულად ცხოველად. ადამიანს აქვს აი ეს ორი ბუნება, რითიც ის მოწოდებული იყო თავიდანვე მთელი სამყარო მიიყვანა ღმერთამდე. არ ქვია შემთხვევით ადამიანს შესაქმის სამყაროს გვირგვინი. ის ღმერთმა დაადგინა სამყაროს გვირგვინად და არ ანგელოზი, რათა სწორედ ის ყოფილიყო სამყაროს მიმყვანებელი ღმერთთან. აი ამ კონტექსტში ეკლესიისთვის ადამიანი არის უმაღლესი ღირებულება. უფრო მეტის თუ კი დღეს კაცობრიობის ცივილური ნაწილი კიდევ და კიდევ უფრო მეტად ცდილობს, რომ დაცული იყოს ადამიანის უფლებები და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი ეფუძნება ქრისტიანულ მოძღვრებას, როგორც ადამიანს, რომელიც ღვთის ხატათა მსგავსად არის შექმნილი. აი აქ მივდივართ უკვე ქრისტიანულ ანთროპოლოგიასთან. რისგან შედგება ადამიანი? ის მხოლოდ ბიოლოგიური არსებაა? თუ ამავდროულად ის არის ასევე სულიერი არსება, რომელსაც შეუძლია ჰქონდეს თავისი იდენტობა, აზროვნების უნარი, თავისუფალი ნება, არჩევანის უნარი, ადამიანს შეუძლია შექმნას საკუთარი გარემო. დიახ, ადამიანი წარმოადგენს უმაღლეს ღირებულებას ეკლესიისთვის. თავისთავად ეს ფაქტი, რომ ადამიანი არის უმაღლესი ღირებულება და უდეს ზრუნვის საგანი, ადამიანს უკვე თავშივე გვრის სულიერ სიხარულს და იმედს ბუნებრივია. სახარებაში უფალი ამბობს, ისე შეიყვარა ღმერთმა ეს სამყარო, რომ თავისი მხოლოდ შობილი ძე მოუვლინა კაცობრიობას, რათა მის მიერ ჩვენ ყველანი ყოფილიყავით გამოხსნილები და მხოლოდ შობილი ძე ჩვენთვის ყველაზე ძვირფასს გაიღებს, ის ჩვენთვის ჯვარზე მოკვდება და ქრისტე აღდგა, რითაც დაამოწმა, რომ მან გაიმარჯვა სიკვდილზე, ხსნაზე და ნებისმიერ სნეულებაზე. ადამიანი წარმოადგენს უმთავრეს ღირებულებას და ის შედგება ყველაზე მარტივად რომ ვთქვათ, ეკლესიური ენით სულისა და სხეულისაგან. ადამიანში არის ხორციელი, ცხოველური, გნებავთ ბიოლოგიური ბუნება, რომელიცაც ადამიანი გავს ცხოველურ სამყაროს, ცხოველთა სამყაროს, მაგრამ ადამიანს ასევე აქვს სული, სულიერი სამყარო, რითიც რა თქმა უნდა, უკვე ხატია ღვთისა. თავისთავად ეს სულიც საეკლესიო მოძღვრების მიხედვით ერთგვარად ორად განიყოფა, სამშვინელად და სულად. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ნებისმიერ ცოცხალი ორგანიზმი შედგება ემოციებისაგან. ეს არის გულისთქმითი ემოციები, გულისწყრომითი ემოციები. ყველაფერზე რეაქცია, სურვილები და ასე შემდეგ. ეს ემოციები არის და მართლაც ადამიანი ძირითადად ემოციებისგან შედგება. ეს ემოციები ცხადი აქვს ყველა ცოცხალ ორგანიზმს, თუმცა ადამიანს აქ კიდევ ემატება ერთი მოაზროვნეობითი ნაწილაკი, ეს არის სწორედ სული. აი იგივე ბიბლიურად ნათქვამი, რომ ადამიანი ამ სულის შთაბერის შედეგად იქნა სულად ცხოველად. მხოლოდ ადამიანზეა ეს ნათქვამი წინაწერილში. რითაც ადამიანი სხვაობს დანარჩენი სხვა ცოცხალი ორგანიზმებისაგან. და აი ამ კონტექსტში ადამიანს ეკლესია
წელს დაყრდნობით უწოდებს ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილ არსებას. რაც ნიშნავს, რომ ადამიანი არის ღმერთის ხატი. თითქოს ეს ორი მთავარი თვისება ადამიანისა. მოაზროვნე გონება, მოაზროვნეობა და თავისუფალი ნება, თვითოფლებრიობა, თავისუფალი არჩევანის უნარი. შესავალშივე უნდა ვთქვათ, საუბრობთ რა ეკლესიაზე, როგორც მაკურნებელ საშუალებაზე, ეკლესიაზე როგორც განკურნების, განახლების და განწმენდის წიაღზე, ადამიანი აი აქ მოიაზრება როგორც ძალიან დიდი არსება, დიდია ადამიანი ღვთისთვის და მასზე ეკლესია გამორჩევით ზუნველობს და რა არის ამ ყველაფრის საბოლოო მიზანი? შედეგი რა იქნება? თეოზისი, ანუ გააღმრთობა. ადამიანი მოწოდებულია გააღმრთობისკენ. ჩვენ დღევანდელი საუბარი, რა თქმა უნდა, შეეხება ეკლესიისა და ფსიქოლოგიის ურთიერთობას. ფსიქოლოგიას ალბათ ჩვენ რამდენიმე კონტექსტში შევეხებით. ეკლესიურ კონტექსტში, მათ შორის რამდენადმე საერო, ანუ სამეცნიერო კონტექსტში, პრაქტიკულ კონტექსტში და ეს ხადია, ვფიქრობთ, უფრო მეტად გახდის თვალსაჩინოთ საზოგადოებისთვის, თვალსაჩინოს გახდის უფრო მეტად რა მიმართება აქვს ეკლესიას, რა დამოკიდებულება აქვს ეკლესიას, ზოგადად სამეცნიერო ფსიქოლოგიის მიმართ და ყველა ამ დაგის მიმართ, როგორც ფსიქიატრია, ფსიქოთერაპია, მედიკამენტური მკურნალობა და ვფიქრობთ, რომ თემა ძალიან საინტერესო უნდა იყოს. ახლა თქვენ რამდენიმე ესეთი ტერმინი ახსენეთ, ახლა რომ რაღაც ის სრული გამიჩნდა, დავამატო და ვთქვა ადამიანის ანთროპოლოგიასთან დაკავშირებით, რომ სულად ცხოველად შექმნა, ანუ ცოცხალი სული შთაბერა და თითქოს პაუზა, მანამდე ხო იქნება სამყარო დღეებს ახლა აღარ ჩამოთვლის სამყარო შექმნის, მაგრამ იქნება ცხოველები, თევზები, ესე იგი ფრინველები, ძუძუმწოვრები და გვირგვინად შესაქმნის, ანუ სულ ბოლოს იქნება ადამიანი და ყველა ცხოველთან, ესე ვთქვათ, მონათესაობს ადამიანი, განსაკუთრებით ძუძუმწოვრებთან და ადამიანის მსგავს ძუძუმწოვრებთან ძალიან ახლოს არის გენეტიკური თვალსაზრისით, ხომ, ბიოლოგიურად. მაგრამ არც ცხოველზე აწერია სული ცხოველი ჩაბერდათ, მე თითქოს პაუზა არის, აი, როცა კითხულობ ბიბლიაში, ჩერდება თითქოს და ხატად და მსგავსად შევქნათ ჩვენს ღმერთი ბრძანებს, ანუ სამი ბრძანებს შევქნათ და მე შთაბერა მას სული ცოცხალი, ცოცხალის თორე მისცა, რაც სხვაზე არ წერია. აი ამ კონტექსტიდან გამომდინარე, ბასილი დიდი წერს. ეს შეიძლება ჩავთვალოთ მის კერძო აზრად. ბასილი დიდი წერს, რომ ესე იგი ცხოველების სული შექმნილია ასევე მატერიისაგან, ანუ ღმერთმა მიქარწერა რომ შთაბერა მას სული ცხოველი. და ახსენებს კონკრეტულ მატერიას წყალს და როგორც მისი სხეული სიკვდილის შემდეგ იხრწნება და იშლება, ასე ვთქვათ, ელემენტებად, ასევე მისი სულიც. და ადამიანის შემთხვევაში სულის ცოცხალი შთაბერა, რაც მარადიულად რჩება ცოცხალი. ესე იგი, აი ამას ესე ბასილი დიდის აზრი არის, მაგრამ მე კიდევ ერთი რამე და გავსაზრო, რას წარმოადგენს ტერმინოლოგიურად ფსიხე, რადგან ჩვენ ფსიქოლოგია ვახსენებთ, ქართულში და ბერძნულში. რა თქმა უნდა, სულს. ქართულადაც სულად ითარგმნება ის, მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო მეტ, ესე ვთქვათ, კატეგორიებად ვთქვათ და ვამბობთ სამშვინველი. ანუ რაც აცოცხლებს იმ შემთხვევაში ცოცხალი, როგორც როცა სხეული ცოცხალია, ის სამშვინველიც ცოცხალია. და ფსიქოლოგია როგორც მეცნიერება ამ შემთხვევაში საუბრობს ფსიხეზე უფრო მეტად, ანუ სულზე, ოღონდ ამ სულის იმ ნაწილზე, რაც ფაქტობრივად გულის წყრომითი და გულის თქმითი ნაწილია, რაც ცხოველებსაც აქვთ, ხო? რო სამშვინველს. დიახ, ამიტომ ცხოველებსაც აქვთ ეს ფსიქოლოგიური ტიპები, მაგალითად იწყენს და ერთმანეთისგან განსხვავდებიან, მახასიათებლები აქვთ. სახეობრივადაც და სახეობებში ინდივიდებსაც. ანუ ცხოველებიც არიან ინდივიდები, პიროვნებები ამ გაგებით, მაგრამ პიროვნება მოაზროვნე, როგორც აი ღვთის ხატება, რასაც გულისხმობს. ეს ცხოველში არ არის. მე რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პიროვნება მოაზროვნეობა არის მაცოცხლებელი სული. აი ეს გამოყოფს მას და ამ პიროვნების განსაზღვრება ხო ძალიან რთული საკითხი, იმიტომ რომ ფაქტობრივად ქრისტიანული ეკლესიის გარდა პიროვნებაზე, როგორც ქრისტიანული ეკლესია საუბრობს, ინდივიდზე შეიძლება სინონიმებია შეიძლება ვერმა თქვას, მაგრამ ამ თვალსაზრისით არავინ არ საუბრობს. არც ერთი სხვა ფილოსოფია, თუნდაც რელიგიური ფილოსოფია არ საუბრობს ისე როგორც ქრისტიანობამ განსაზღვრა თუ რას წარმოადგენს პიროვნება, რომ ხატია ღვთის. და ამ ხატობებში, რა თქმა უნდა, მოაზროვნეობის გარდა სხვა რაღაცებიც, სხვადასხვა მამების მიერ სხვადასხვა რამ მოიასრება და ისინი ერთმანეთს ავსებს, მაგრამ ყველაზე მეტად აი ეს მოაზროვნება და არჩევითობის, ესე იგი, თავისუფალი ნება. აი, როცა მოაზროვნება შევეხეთ, ცოტა სიტყვა გამიგრძელდა, მაგრამ მინდა ვახსენო, რომ მე არ გამოგჩეს. ვიღაცამ შეიძლება თქვას, ვინც კარგად ერკვევა ზოოლოგიაში, ბიოლოგიაში, ესე ვთქვათ, რომ ცხოველებსაც აქვთ განვითარების უნარი, აზროვნების უნარი რა გაგებით. მაგალითად, სწავლობენ ნადირობას, ხომ დაცებელიც ხო არსებობენ ზოგიერთი ლომების პრაიდი, მაგალითად, ხომ აფრიკაში, რომელიც ისეთ სხვადასხვა ტერიტორიაზე ბინადრობენ და სხვადასხვა ტერიტორიის სხვადასხვა სანადირო, ასე ვთქვათ, პირობებს გულისხმობს. შესაბამისად, არსებობენ ისეთი ლომები, რომლებიც იციან, მაგალითად, სპილო როგორ მოკლა ახალგაზრდა, ან როგორ გაიტყო. არსებობენ
ლომების პროექტები, რომელსაც არასდროს არ ნადირია და ვერ მოკლავს ერთი და იგივე რაოდენობა ლომების. ანუ გამოცდილებითად რაღაცა შეიძინეს მათ ისწავლის. ეს ისე გულისხმობს და გულისხმობს. ეს მაინც არ გულისხმობს, ასე ვთქვათ, მოაზროვნეობას თავის შინაარსით. აი მოაზროვნება და თავისუფლება თუ უფრო მეტად დავკონკრეტებით, აი პრაქტიკული მაგალითიდან, ერთადერთი ალბათ ადამიანია, რომელსაც შეუძლია მაგალითად მარხვა შეინახოს რა მიზნით, მიზნით რომ განიხრთოს, ღმერთს მიუახლოვდეს, ილოცოს. ანუ ეს არის უფრო მეტად ესეთი პრაქტიკული მაგალითები გამოყოფს მის მოაზროვნების ჭეშმარიტ არსს, რას გულისხმობს ეს მოაზროვნება. ამიტომ ეს ძალიან რთული საკითხია, მაგრამ როგორც თქვენ ახსენეთ, რომ ადამიანი, ესე იგი, ვისგანაც შეიქმნა იმისკენ მიივდეს, ზოგადად ქმნილება. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ადამიანი თვითონ ეკლესია ამას გვასწავლის, რომ შენ წირობ ამ ქვეყანაზე, ანუ გმური ხარ თითქოს და რაღაცა დაკარგე. და შესაქმისეული, ესე ვთქვათ, ისტორია კიდევ ერთხელ გახსენებს რისკენ ხარ მოწოდებული, შემდეგ ქრისტეს განკაცება და ასე შემდეგ. ამიტომ არის ეკლესია მკურნალი. შეიძლება რაღაც გარკვეული ფსიქიკური პრობლემა ქონდეს ადამიანს და წამლით მოგვარდეს ის, მაგრამ მე უბრუნდება ისევ ეკლესიას, როცა უკვე მას შეუძლია საკუთარი თავი აკონტროლოს და იაზროვნოს, ისე რომ მაგალითად სინანულისთვის მოემზადოს ახსარების ცნობა, რაც ძალიან ეხმარება მას განკურნებაში. კიდევ ერთი რამ ახსენეთ, განხრთობა და ამაზე შემდეგ ვიტყვი კიდევ 2 სიტყვას, რომ რას გულისხმობს განხრთობა, როგორც სინანულის საღვთო ნათლის ენერგიის. გრიგოლ პალამას აქვს ეს ძალიან რთულია გრიგოლ პალამას ზოგადად, მაგრამ ალბათ გრიგოლ პალამაზე უფრო კარგად არავინ არ გამოთქვა რა არის საღვთო ენერგია, საღვთო მადლი და რა არის განხრთობა და როგორ ხდება ეს ადამიანში და ამიტომ ალბათ ცოტა ხანში ამასაც ვახსენებ ალბათ. ცხადია, საინტერესო იქნება. რადგან ჩვენ შევეხეთ ზოგადად ეკლესიას როგორც მკურნალს და ასევე რამდენადმე შევეხეთ ფსიქოლოგიას როგორც მეცნიერებას, საინტერესოა მოკლედ ვისაუბროთ, რა დამოკიდებულება აქვს ზოგადად რწმენას მეცნიერებასთან, ისინი მათი მიზნები როგორი არის და როგორია მათი აღქმა სამყაროსი. ამ შემთხვევაში ქრისტიანული ეკლესიისა, მეორე მხრივ ზოგადად აკადემიური მეცნიერებისა. ცხადია ძალიან მარტივი ენით. ეკლესიური მოძღვრება ეფუძნება რწმენას. როგორც წმინდა პავლე მოციქული ამბობს თავის ეპისტოლეში ებრაელთა მიმართ, რწმენა ეს არის დადასტურება უხილავისა. ჩვენ რისი მოლოდინიც გვაქვს. თავისთავად რწმენა ეს არის ძლავრი იარაღი ადამიანის ცხოვრებაში. ალბათ ნებისმიერ მოწმენას შეიძლება ჩვენ ვკითხოთ, როგორ მიხვედი შენ რწმენამდე, რითი რწმენა და რა არის შენთვის რწმენა. უხილავის რწმენა ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის. მახსენდება მაცხოვრისა და თმა მოციქულის შეხვედრა. თუ ჩვენ დავუკვირდებით სახარებისეულ ხრობაში აღდგომამდე არც ერთი მოციქული არ მიმართავს ქრისტეს როგორც ღმერთს. რა თქმა უნდა, მას მიმართავენ როგორც ღვთისძეს და ასე შემდეგ, ის აშკარად დიდი ვინმე არის მათთვის. წინასწარმეტყველი, მოძღვარი, ძეღვთისა, მაგრამ ღმერთი ხარო არ უთქვას არავის მისთვის. როცა აღდგომის შემდეგ თომა შეხვდება მაცხოვარს და მას შეეხება, პირველად თომა იტყვის იესოზე, უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი. და იქვე საინტერესოა იესოს პასუხი შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, ნეტარი, ვისაც არ უხილავარ და ჩემი წამს. ანუ თავად ღვთის ინიციატივაა ასეთი. ჩვენ მისი უნდა გვწამდეს ასე, ცხადია ეს გარკვეულ დრომდე გაგრძელდება. როგორც ამას ეკლესია გვასწავლის, რწმენა ეს არის უხილავის რწმენა. ვერ ხედა, მაგრამ ისი წამს და მჯერა. და რაც უფრო მეტად ღრმა რწმენა და ადამიანი მინდობილია ღმერთს, რაც უფრო სუფთა ადამიანის გული, უფრო მეტად დანახვადია ღმერთი, როგორც ამას ჩვენ მაცხოვრები გვეუბნება მთაზე ქადაგების დროს ცხრა ნეტარების წამთქმისას. ნეტარი იყვნენ წმინდანი გულითა, რამე თუ მათ ღმერთი იხილონ. აი ეკლესიური მოძღვრება თავის მხრივ ღმერთის რწმენას ეფუძნება და ჩვენთვის წმინდა წერილი ანუ ბიბლია და მთელი საეკლესიო მოძღვრება იწოდება გამოცხადებით მოძღვრებად, ღვთივ გამოცხადებულ მოძღვრებად. გვახსენდება ისევ წმინდა იოანე მახარებელი, რომელიც ამბობს, ღმერთი არ უხილავს არავის, მხოლოდ ჩობილმა ძემ, რომელიც იყო მამის წიაღში, მან გამოთქვა. აი ეს ყველაფერი ეფუძნება რწმენას. რაც შეეხება ზოგადად მეცნიერებას, რაციონალურ აზროვნებას, ის ყოველთვის ეფუძნება უტყუარ მტკიცებულებას, მოცემულობას, იმას, რაც დანახვადია, რაც ხილვადია. აი ჩვენთვის საინტერესო კითხვა იქნება, როგორ უყურებს ეკლესია მეცნიერებას. ეკლესიისთვის, ეკლესიური მოძღვრებისთვის, მას შემდეგ, რაც პირველმა ადამიანმა, ჩვენმა პირველ მამამ ადამმა დაკარგა 64 და კაცობრიობამ 64-ის გარეშე გააგრძელა ცხოვრება, მათ ამ თავის ცხოვრებაში მხოლოდ გადმოჰყვათ
სამოთხისეული ცოდნის პირველ ნამსხრევები, როგორც აკმამას მამები ამბობენ. სამოთხისეული ცოდნის პირველ ნამსხრევები, რაღაცის ცოდნა, მაგრამ ბევრი რამის არ ცოდნა. და ადამიანს დაეწყო ნოსტალგია. ნოსტალგია გახდა მისი ცხოვრების ნაწილი. აი ამ ნოსტალგიამ პირველ სამშობლოსი და ადამიანის სულიერმა ლტოლვამ მისი შემოქმედისკენ შინაგანმა შეიძლება გაუაზრებელ ლტოლვამ წარმოშვა უამრავი კითხვა, ადამიანს გაუჩნდა мотиваცია ძიებისა, კვლევისა და ეკლესიისთვის ნებისმიერი კულტუროსნობა, ნებისმიერი მეცნიერება, ნებისმიერი აღმოჩენები, ნებისმიერი კვლევა ძიება. ეს არის ადამიანების მიერ არაცნობიერი ძიება დასაბამერი სამშობლოსიანო სამოთხისა. სამოთხისა, რომელიც ჰქონდა ჩვენს პირველ მამას და დაჰკარგა და რომელიც კვლავ საკუთარი სისხლით მოგვიპოვა ჩვენმა კასტმოყარეუფალმა იესო ქრისტემ. ამ კონტექსტში რა თქმა უნდა, ეკლესიისთვის ძვირფასია მეცნიერება, სამეცნიერო პროგრესი. ეკლესია ცდილობს რომ ითანამშრომლოს მეცნიერებასთან, ჩვენ გვახსენდება ჯერ კიდევ მეორე-მესამე საუკუნეების ცნობილი საეკლესიო მოღვაწე, ინტელექტუალი კლიმენტი ალექსანდრიელი, რომელსაც აქვს რამდენიმე ნაშრომი შემორჩენილი მისი და ის საუბრობს სწორედ სარწმუნოების და მეცნიერების ურთიერთობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკლესიისთვის. მეორე მხრივ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როდესაც თავად მედიცინის მუშაკები არიან დაინტერესებული სულიერი ცხოვრებით მარტივად. ექიმი მორწმუნეა და ის ცდილობს რომ არა მხოლოდ მექანიზმად აღიქვას ადამიანი და არა მხოლოდ მის შვინიერ ნაწილს უმკურნალოს, ასე ვთქვათ, კიდაც ფიზიკურ ნაწილს, ამ შემთხვევაში ჩვენ ფსიქოლოგიაზე ვსაუბრობთ და ფსიქიატრიაზე, არამედ ეკლესიასთან ითანამშრომლოს, რათა ადამიანი აშენდეს სულიერად და რაც არის ყველა ჩვენგანის მორწმუნეების თავარი მიზანი, გააღმრთობა, ღმერთთან შეერთება და მარადიული ცხოვრება, ეს იქნას მიღწეული. თუმცა ეს ყველაფერი ასევე შეიცავს, რა თქმა უნდა, ფიზიკურ მკურნალობას, ხორცეკუნებას და ამით იმის გვინდა რომ ეკლესია ყოველთვის ჭიდროდ თანამშრომლობდა მედიცინასთან, მათ შორის ჩვენთვის ძვირფასი მოციქული დამახარებელი ლუკა ვიცით რომ ექიმი იყო, ჩვენ ეკლესიაში დიდ პატივს მივაგებთ არაერთ წმინდან ექიმს, მათ შორის წმინდა პანტელეიმონ მკურნალს, კოზმა ადამიანის და არაერთ ადამიანს, რომლებიც იყვნენ პროფესიით მკურნალები, მეწამლეები, ექიმები, თუმცა მათ თავის ცხოვრება დაუკავშირეს ღმერთს და ორმაგი სულიერი და აი ხორციელი ძალით, ორმაგი ძალით ადამიანებს ეხმარებოდნენ და ისინი წმინდანები არიან. მათ შორის დღესაც მადლობა ღმერთს, მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში, არა მარტო საქართველოში, უამრავი ექიმი, მოქმედი ექიმი, დასულიერო პირი, მღვდელი, დიაკონი, მონაზონი მყავს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები ადამიანების ხორციელ და სულიერ აღშენებლობაში. ასე რომ მნიშვნელოვანია ის ხაზგასმა, რომ ეკლესიას სარწმუნოებას დიდი მიმღეობა აქვს მეცნიერებისა, მედიცინისა მათ შორის და დიდ პატივს მიაგებს მას და ცდილობს რომ ერთიანი ძალებით ადამიანი გამოაჯანსაღოს და განკურნოს. რადგან თვითონ თემა არის ეკლესია და ესე ვთქვათ ფსიქოლოგია, ალბათ არ უნდა აღვნიშნოთ თავისუფლად წმინდა გაბრიელ ქიქოძის ნაშრომი ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები, რომელმაც თავის დროზე ესე ვთქვათ გარდატეხა მოახდინა და დიდი გამოხმაურება მოყვა მის ამ ნაშრომს, ძალიან ახალგაზრდა ასაკში წერს ამას და ცდისეული ფსიქოლოგია თვითონ სიტყვა გეუბნება ის რაც შეხებადია, ის რაც სამშინველის ნაწილია, მხოლოდ რაც კვლევის შედეგია, ანუ ცდისეული შედეგია და მეცნიერების ნაწილია, ცოდნის ამ გაგებით, ანუ თანამედროვე გაგებით მეცნიერების. კლიმენტი ალექსანდრია ახსენეთ და რა თქმა უნდა მეცნიერებაში კლიმენტი ალექსანდრია, ანუ ჭეშმარიტ ცოდნაში ღვთისმეტყველებას გულისხმობს, ანუ უფრო აღმადებულს საღვთოს ცოდნას გულისხმობს, თუმცა ამ გაგებით, ანუ ცდისეულ ცოდნას, რასაც ახლა ჩვენ რა გაგებითაც ახლა ვხმარობთ, ამ გაგებით არის ეს წიგნი შედგენილი, ამ ცდისეულ მეცნიერებაზე დაყრდნობით და ძალიან მე ვფიქრობ დღესაც კი რამდენი დრო გავიდა მისი დაწერის შემდეგ და დღესაც ძალიან აქტუალური წიგნია და ძალიან დამხმარე, ღირებული, ალბათ მოძღვარი არ არის, რომელსაც საკითხული არ ქონდეს და ძალიან ეხმარება ადამიანის ანთროპოლოგიის შესწავლაში, რომ აი მხოლოდ თვითონ ტერმინიც ვთქვათ ცდისეული ფსიქოლოგია, სამშინველის დონეზე, ასე ვთქვათ, რა დონეზეც მას მე როგორც ფსიქიატრია და ფსიქოლოგი მეცნიერება ისე სწავლობს. არსებობს რაღაც გარკვეული გამოვლინებები, როცა ჩვენ ანთროპოლოგიაზე ვსაუბრობთ, რომელიც ეხება ადამიანის სომატურ ნაწილს და მას კურნება ჭირდება ფსიქოლოგის, ფსიქიატრის და მედიკამენტის ზოგ შემთხვევაში, არის პნევმატურ ნაწილს, ანუ სულიერ ნაწილს,
რომელიც შინაგანი, ანუ გონისმიერია, გონისმიერს გულისხმობ იმ ტერმინით რა გაგებითაც მაგალითად გრიგოლ პალამა ან წმინდა მამები ხან სიტყვას იყენებდნენ. ანუ გონებაში ისინი ტვინს არასდროს არ ხმა, აი ვერსიად ვერ ნახავთ ესე იგი საეკლესიო ანთროპოლოგიურ ნაშრომებში, ასკეტურ ნაშრომებში გონებას როგორც ტვინს, ანუ ნერვულ სისტემას. ნერვულ სისტემა საჭიროა გარე სამყაროსთან ურთიერთობისათვის. და გულს ასევე როცა გრიგოლ პალამა იქნება თუ სხვა ასე თქვა გამოცდილებითი ცოდნა რო აქვს ამ საკითხების, არა წიგნიერი, მხოლოდ გამოცდილებითი ცოდნა რო აქვს, გულში ყოველთვის ორგანულ გულს, ან ბიოლოგიურ გულს არასდროს არ გულისხმობ ხოლმე. სხვა რამის გულისხმობ და თვითონ ბიბლიაშიც 800-ზე მეტჯერ არის ნახსენები გული როგორც, მაგრამ არ თითქმის არ ჯერჯერ როგორც ორგანო, ძალიან ცოტა მე მგონი არც ერთხელ. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორ უყურებს ადამიანს, ასე იგი ეკლესია აი ამ საკითხს. როდესაც ჩვენ უკვე აი ასე ვიწყებთ აზროვნებას, რომ გონება რა არის და ღმერთთან კავშირისთვის წაგან განხრთობა ვახსენეთ, საღვთო მადლი ენერგია რა არის, რაც განაღმრთობს ადამიანს, რაც ღმერთს ამსგავსებს ადამიანს, რაც განკურნავს მის სნეულებებს, ანუ ნებებს, ცოდვებს, რომელიც მიდრეკილია, ასე ვთქვათ, ღვთისკენ საპირისპიროდ, თვითონ ცოდვა ტერმინიც ამას გულისხმობს, რომ აცდი საღვთო გზას, ხომ? ხეთ, ანუ ეს ებრაული ტერმინის გამომდინარეობს, აცდენას, მიზნიდან აცდენას გულისხმობს. ადამიანი მიზნიდან აცდენილია და მიილთვის ისევ მიზანს დაუბრუნდეს, ანუ ღმერთს. და ამ განხრთობაში, ესე ვთქვათ, განხრთობის, ესე ვთქვათ, საშუალება არის თვითონ განხრთობა საღვთო ენერგიას გულისხმობს. ერთ-ერთი სინონიმია საღვთო ენერგიის. ანუ საღვთო ენერგიას და სინანულის საიდუმლოს, რა თქმა უნდა, მედიკამენტები ადამიანს ვერ მისცემს. ანუ ჩვენ უნდა განსაზღვროთ, სად ადამიანმა უნდა განსაზღვროს მოძღვარმა, სად ჭირდება ადამიანს ექიმი, საჭირდება წამალი, საჭირდება ლოცვა. როცა სულიერად ცხოვრობს ადამიანი, ერთი ამას შეიძლება რაღაც გარკვეული ხმები ესმოდეს და ასე შემდეგ და იმ შემთხვევაში ჭირდებოდეს მედიკამენტური და ექიმის კურნალობა. როდესაც ცოტა დამშვიდდება და მას შეუძლია მაგალითად თუ მორწმუნეა გაიაზროს თავისი შინაგანი ვნებები, ის აბარებს აღსარებას, ეზიარება, რაც ეს არ არის როგორც საუბარი ფსიქოლოგთან, ეს არის მადლის მოქმედება, ხო, ამ შემთხვევაში ეკლესიაში უკვე მადლი მოქმედებს, რაც ძალიან ეხმარება მას სულიერ ცხოვრებაში და შეიძლება ასეთი ადამიანი ცხონდეს, ანუ სასუფეველში ხო, ანუ წმინდანებიც არიან, შეიძლება რაღაც სხვადასხვა ფსიქოლოგიური ტიპის მოძღვრებიც იყვნენ, მაგალითად, შეიძლება ზოგი მელანქოლიკი იყოს, რაც თავში ვახსენე და ძალიან უჭერდეს, მაგალითად, ისეთ ხალხში გამოსვლა, მაგრამ აი მადლმა იმ ცოდნამ, საეკლესიო ცოდნამ მას ისეთი ქადაგება წარმოადგენს, მრავალი ადამიანი მოაქციოს ეკლესიაში. ანუ ეს არ განსაზღვრავს ადამიანის ცხონებასთან, არ უშლის, რა თქმა უნდა, ხელს და მაგრამ რეალშიც არის ძალიან ბევრი ისეთი ფსიქოლოგიური ტიპი, რასაც სხვადასხვანაირი მიდგომა სჭირდება. და ესე პრაქტიკულ საკითხებზე გადავიდეთ, ამიტომ ალბათ გექნებოდათ ბევრი ისეთი კეთილი, რა თქმა უნდა. სწორად აღნიშნეთ ღვთლისა და ექიმის როლი მორწმუნე ადამიანის ცხოვრებაში. საინტერესო თემაა, რა თქმა უნდა. ამას ეკლესია როგორ უყურებს? დავიწყოთ ექიმის როლით. აი ადამიანი დასოს მარტივ კითხვას. თუ კი მე მყავს პირადი ფსიქოლოგი, მას ვუზიარებ ჩემს პრობლემებს, მასთან ვსაუბრობ, გავდივარ ფსიქოთერაპიის კურსს, მაშინ ღვთეს რა ფუნქცია აქვს ჩემთვის. ამ პირიქით, თუ კი მე მაქვს აი მე შინაგანი წუხილი, ნერვიულობა შფოთავ რაღაცაზე და მოძღვარი მყავს, მას ვეუბნები აღსარებას და ჩემს ყველა გულის თქმასაც კი, აზრებსაც კი და ჩემს საქმეებსაც ყველაფერს მას ვეუბნები აღსარებაში და ერთად ვლოცულობთ. მაშინ შემჭირდება მკურნალი. აი ეკლესიას როგორი მიდგომა აქვს ამ საკითხებთან. უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ საეკლესიო სწავლებაში მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მღვდლობა არის საიდუმლო. სამღვდელო პირი არის წირველი, საიდუმლოს აღმასრულებელი, მღვდელმოქმედი, ასე ვთქვათ, და მის მიერ შესრულებული ესა თუ ის საეკლესიო წესი, რიტუალი თუ საიდუმლო მადლმოსილია და მადლის მატარებელია. ამ კონტექსტში აღსარების საიდუმლოს ჩვენ ალბათ ბოლოს უკვე შევეხებით როგორც გამორჩეულ იარაღს კურნების საკითხში. მღვდლობა ეს საიდუმლო არის და მღვდელს თავის ფუნქცია აქვს ადამიანის ცხოვრებაში. თუმცა ეს თავისთავად არ გამორიცხავს ფსიქოლოგის, ფსიქიატრის ჩართულობას, რადგანაც მარტივად რომ თქვა, ტვინი ორგანოს წარმოადგენს. თქვენ კარგად შეეხეთ ადამიანის სულში სამშვენელსა და უშუალოდ სულს. როგორც მოაზროვნებით ნაწილაკს რა. სულის თუნდაც სამშვენელის დონეზე მნიშვნელოვანი ადამიანს დაეხმაროს ის გამოცდილება და პრაქტიკა, რომელიც გააჩნია დღეს უკვე ფსიქოლოგიას, როგორც მეცნიერებას, ფსიქიატრიას. ისტორიულად
ძველ დროში, როცა ადამიანს რაიმე ფსიქოლოგიური, ფსიქიატრიული პრობლემები ჰქონდა, მას რელიგიური პირები ეხმარებოდნენ. არა მარტო ქრისტიანულ სამყაროში. არამედ სხვადასხვა წარმართულ რელიგიებში არის რაღაცა შამანური პრაქტიკები, სადაც ცდილობენ რომ ადამიანის ფსიქიკის ემკურნალათ. ძველად მაშინაც ასე იყო ხშირ შემთხვევაში, ანუ ფიზიკურ დაავადებებს არა მხოლოდ ფსიქოლოგიურ ფსიქიატროს, ნებისმიერ ფიზიკურ იყო ხშირად რომ ღვთლის მიერ უნდა მომხდარი კომისია, დიაგნოზის დასმა და შემდეგ განკურნება. ბევრი ფუნქცია იყო. დიახ, უკვე გვიან შუა საუკუნეებში თანდათანობით დასავლეთში ყალიბდება ფსიქოლოგია როგორც ცალკე მეცნიერება და ერთ პერიოდში ძალიან გამორიცხავს რელიგიის ფენომენს. და მარტივად რომ ვთქვათ, ექიმისთვის, ფსიქოლოგისთვის დაუშვათ ადამიანი თუ მას გამოვაკლებთ ჩვენ საღვთო ელემენტს და სულს, წარმოადგენს ბიოლოგიურ არსებას, მექანიზმს, რომელსაც გამართული მუშაობა სჭირდება. თუმცა, აი ეკლესიისთვის ადამიანი უფრო მეტს წარმოადგენს. ეკლესია მაცხონებლობს, კურნალობს, თუმცა თავისთავად არ გამორიცხავს ექიმის, ფსიქოლოგის, ფსიქიატრის ჩართულობას და გადავდივართ რაში ჩართულობას. თქვენ საინტერესოდ შეეხეთ სასულიერო პირობა ისეთი საქმეა, რომ ადამიანს შეხება აქვს, მღვდელმსახურს შეხება აქვს სხვადასხვა ფსიქოლოგიურ ტიპის ადამიანთან. ეკლესიაში ადამიანი უმეტეს შემთხვევაში რაღაცა განსასწრებს მოყავს. ეს შეიძლება იყოს პირადი ტრაგედია, ღმერთის ძიება, რაღაც დეპრესიული ფონი და ასე შემდეგ. და მე დაახმებით მამა გიორგი დიდი ნაწილი ეკლესიაში მოჰყავს რაღაც სატკივას, რაღაც საწუხარს. მათ შორის ბევრია დღევანდელ სამყაროში განსაკუთრებით, დღევანდელ გარემოში, ჩვენ გარემოში განსაკუთრებით, ვისაც აქვს ნევროლოგიური პრობლემები. აქვე მარტივად რომ ვთქვათ, სულ სხვა არის ფსიქოზი და სულ სხვა არის ნერვოზი. აი ადამიანი რომელსაც რაღაცა აშფოთებს, რაღაცა შფოთითი აკვიეტებები აქვს, ასე ვთქვათ, რაღაც შიშები აქვს, ზოგს სიკვდილის, ზოგს დაავადების და ასე შემდეგ, უამრავი ფობია არსებობს, ვიცით? მოდის და ფიქრობს, ხომ არ გიждდები რა ემართება. ღვთისმსახურის ფუნქცია დაამშვიდოს, რა თქმა უნდა, გაესაუბროს მას და გაუსვას მიჯნა ამ ადამიანის მდგომარეობაში, სად არის აუცილებელი ექიმის ჩართულობა, სად მოძღვრის ჩართულობა და ახსნება. სომატური პრობლემაა ეს თუ ანუ ფიზიოლოგიური პრობლემა არის თუ სულიერი პრობლემა. ცოდვიდან გამოწვეულია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში დეპრესიასაც უწარკვეთილებას უნანდელი მდგომარეობაც იწვევს, რაც ცოდვაა თავისთავად და შეიძლება დეპრესიული ადამიანი იყოს სომატურად, მიდრეკილი ამისაკენ, ანუ ეს ცოდვის შედეგი არ იყოს და ღმერთმა ყველა დაიფაროს თვითმკვლელობთან დაკავშირებითაც ეკლესიას ასე აქვს ხო პასუხი რომ თუ მას სომატური პრობლემა ქონდა ფსიქიკური ანუ ფიზიოლოგიური ასე ვთქვათ აუცილებლად წესაუგებს და მას ოცებში მოიხსენებს. ეკლესიის მისია და მიზანი არის ადამიანის გაჯანსაღება, ადამიანის განკურნება და განწმენდა და ბოლოს რა თქმა უნდა გაახვრთობა. ამიტომ ეს ეკლესია ცდილობს რომ აქტიური იყოს სამდელოების თანამშრომლობა ფსიქოლოგებთან, ფსიქიატრებთან, აი მე თავად შემიძლია გითხრათ რომ არაერთი ადამიანი პირადად მიმიყვანია ფსიქოლოგთან, ფსიქიატრთან. ადამიანი რომელიც დადის ჩემთან აღსარებაზე, ამის აღსარებაზე ეზიარება, მაგრამ აშკარად მას ჭირდება ჩარევა ფსიქოლოგის მედიკამენტებისაც კი. მადლობა ღმერთს, თვითონ ჩვენ დამეთანხმებით სასულიერო სემინარიაში მოკლე, მაგრამ საინტერესო კურსი გავიარეთ ფსიქოლოგიის სასულიერო აკადემიას დღეს აქვს ქრისტიანული ფსიქოლოგიის ცალკე კათედრა, ფაკულტეტი, სადაც მიდის სტუდენტების აღზრდა ამ კონტექსტში, ქრისტიანული ფსიქოლოგიის კონტექსტში და ჩვენი კონსულტანტები ჩვენ გვეხმარებიან სასულიერო პირებს შემდეგ აი ურთიერთობებში ამ ადამიანებთან, ვინც ეკლესიაში მოდის. უამრავი ადამიანი მოდის დღეს ეკლესიაში ასევე ნარკომანიის პრობლემით უნდა ვაღიაროთ, ლუდომანიის, ანუ აზარტული თამაშების პრობლემით, ესეც ალბათ საჭიროებს ბევრ შემთხვევაში ფსიქოლოგების, ფსიქოთერაპევტების, ფსიქიატრების ჩართულობას. ჩვენ აქტიურად თანამშრომლობთ მედიკამენტებს რაც შეეხებათ. აი ზოგიერთი მორწმუნე ადამიანი ცდილობს რომ უარი თქვას მედიკამენტზე, აი ჯიუტა თქვას უარი მედიკამენტზე, ნაკურთხი წყალის შესვას თქვას ახსარება. თუმცა ეკლესია როგორც ვთქვით, ამას აკრძალავს პირიქით. ვეუბნებით რომ რაც იქნება ექიმისგან რეკომენდირებული, ის უნდა გააკეთო, რათა შენ განიკურნო და გამოჯანმრთელდე. რასაც ექიმი ადამიანს აძლევს, მასზე მეც მღვდელი მისცემს სულიერ კონტექსტში საღვთო მადლს. თუმცა ექიმსაც თავის ფუნქცია აქვს და ეს ცხადია არ უნდა გავესწრეს.
უამრავი შემთხვევაა ახალგაზრდებში, 30 წლამდე ახალგაზრდებში აი პანიკური შეტევების, პანიკური აკვეტებების, აკვეტებული ნერვოზების, აი სპორტით აშლილობების ეს უამრავი პრობლემა არის დღეს. საინტერესოა თქვენ ახსენეთ ცოდვის შედეგი. თუ ადამიანს გულისყურით მოусმენთ ხოლმე, ბევრ შემთხვევაში რაღაცა კონკრეტული შეცდომის გამო დაემართ ამას რაღაც. აი უკვე აქაა საინტერესო ღვთლის ჩართულობა. არ არის საკამარისი მხოლოდ ფსიქოლოგს მოუყვე შენი შინაგანი სამყაროს შესახებ, შენი დაზიანების შესახებ. ეს ცნობილი და საინტერესო ჩვენთვის გეშტალტ თერაპია. ადამიანი თავის არასნობიერს ჩაიხედება და მთელ თავის წარსულს ამოატივტივებს, ჩაუმოდება თავის თავს. ეს საინტერესოა ძალიან. რაღაცით გავს ჩვენთან დანერგილ სრული აღსარების პრაქტიკას, როცა ადამიანი ეკლესიაში ამბობს სრულ აღსარებას, თუმცა უნდა აღნიშნოთ მორწმუნეებისთვის, რომ აღსარების საიდუმლო ამაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი და დიდია, ვიდრე მხოლოდ ფსიქოლოგიური საუბრები. აღსარება, ისევე როგორც მღვდლობა, ცალკე საიდუმლო ეკლესიაში მისტერიას წარმოადგენს. ადამიანი ამ დროს იკურნება, ადამიანი ამ დროს იღებს კურნებას. ამიტომაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ეკლესიის წინაშე რამე პრობლემით მოდის, ის მიღებული იყოს დიდი სიყვარულით და ასეც არის და ჩვენ აქტიურად ვიყოთ ურთიერთობაში ექებთან, რათა ადამიანი აღშენდეს. მაგალითად, ასეთი საკითხით ასმულა, თუ ადამიანი არის ფსიქიკურად დაავადებული, თუ შეიძლება მისი ზიარება, რა თქმა უნდა შეიძლება. დღევანდელ საზოგადოებაში ასევე ბევრი პრობლემა არის მოგესალმებათ, არის სხვადასხვა სპექტრის დაავადების ბავშვები, ან მაგალითად სხვადასხვა სინდრომის, ჩვენ სამრევლოშიც არაერთი არის, ისინი არიან საზოგადოების სრულფასოვანი წევრები. აი, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკლესია დიდ დროს ასრულებს ამ საქმეში, რომ ნებისმიერი პრობლემის მქონე ადამიანი, შეიძლება ეს იყოს ფსიქიური, შეიძლება არც იყოს ფსიქიური, თანდაყოლილი პრობლემა იყოს, მიღებულია როგორც სრულფასოვანი წევრი საზოგადოებისა, ეკლესიისა და ეკლესიის მისია ცხადია ყველა ადამიანს გული გაუთფოს და გაუხაროს. ერთი რამ მინდა აღვნიშნო, თქვენ ახსენეთ მადლი. ანუ მადლი მოქმედებს სინანულის საიდუმლოს დროს და მადლი რაც თავში წაგან ვახსენე გრიგოლ პალამა ვახსენე და გრიგოლ პალამასთან ძალიან ახლოს მის ღვთისმეტყველებასთან, მის წმინდა ღვთის ტომოსთან, ანუ მთელი ამ მის წერილებთან ძალიან ახლოს არის ეს ტერმინი, პირდაპირ ქართული ტერმინია ენერგიის, ანუ ბერძნული ტერმინია მისი სინონიმი ენერგია, მას კიდევ ბევრი ენერგია აქვს, რაც თავისთავად უქმნელ ნათელს წარმოადგენს, ანუ საღვთო მადლს, საღვთო ენერგიას წარმოადგენს. ფერისცვალების გასასწაულზე ქრისტეს ნათელი იხილეს მოციქულებმა, ის ნათელი, რომელიც მას ჰქონდა საღვთო ნათელი ყოველთვის და ახილუნა იმ დონეზე, რა დონეზეც მათ გონება შეეძლოს დაეტია, ხო, რა თქმა უნდა. ანუ ეს არის უქმნელი ნათელი, საღვთო მადლი, რომლითაც ხდება გრიგოლ პალამას მიხედვით და მამათა მიხედვით განღმრთობა ადამიანის, ანუ თეოზისის გადის. თეოზისის ამიტომ ვახსენე როგორც ტერმინი მადლისა და ენერგიის. აი ეს ისეთი მდგომარეობა, რომ შეიძლება აი მადლის მხილველი, ნათლის მხილველი ადამიანი მთელი ცხოვრება ეკლესიურად ეცხოვროს და ვერ გახდეს. ამას კი შეიძლება ბევრი მიზეზები ჰქონდეს, ხო, ხა რატო ამბობ ამას გამსაზღვრულ ცოტა ხანში. შეიძლება ადამიანი ძალიან ზნეობრივი იყოს, შეიძლება ნაკლებად ზნეობრივი, მაგრამ სინანული ჰქონდეს, აღსარებას ამბობდეს, მთელი ცხოვრება მადლის მხილველი, როცა ვიცით ჩვენ მამები, რომელიც ამის პრაქტიკული გამცდელი, მაგალითად თავად გრიგოლ პალამა, ის თუ პრაქტიკული გამცდელი რომ არ ყოფილიყო, რაც არ უნდა ეს ტერმინოლოგიური ცოდნა ჰქონოდა მას, ამას ვერ გადმოცემდა, ხო, ბუნებრივია. ის აღწერს იმას, რაც გამოცდილებითად ისწავლა. ანუ ეს არის განხრთობის, ანუ მაკურნებელი მადლი, რომელიც თავად ღვთასამების სამივე პირს აქვს, ანუ საღვთო მადლია. ღვთის არსების არის და არა კონკრეტულად რომელიმე ცალკე აღებული და გვეძლება ჩვენ ღვთისაგან, ხო? ანუ ეს მადლი საკურნებად, ეს მადლი მოქმედებს ეკლესიაშიც. ანუ ჩვენ ამ მადლს ახლა როგორც ასეთი განცდა და ხილვა, რაღაც გარკვეულ იმ დონეზე როგორც მაგალითად გრიგოლ პალამას ჰქონდა, სიმონ ახალღვთისმეტყველს და სხვა, შეიძლება არ ჰქონდეს ერთ-ერთი მიზეზი, ისიც არის, რომ ადამიანი ხანდახან ამ პარტავნებისგან იფაროს, ხიბლისგან იფაროს ღმერთი და ამას არ უშვებს, რომ მან ეს იხილოს და ბევრი მიზეზები არის. ის გამოც არ ხდება, მაგრამ ეს არის მაკურნებელი. შეიძლება ამის გარეშე ადამიანი ძალიან მონანული იყოს, აღსარებელი იყოს, ის ვითარდებოდეს გონებრივად სულიერად, უახლოვდებოდეს ღმერთს და გაცხონდეს, მაგრამ თუ თავის თავს დაუკვირდება, ის თავისი პიროვნული, ესე იგი ფსიქოლოგიური მახასიათებლებით, გენეტიკით, აღზრდით რაც იყო, თითქოს ის არის 20 წლის მერე, რაც ეკლესიაში დაიწყო სიარული. ანუ მაკურნებელი მას ცოდვები მოეტევა შეიძლება, მან შეიძლება ძიმე ცოდვები მიატოვა, ასე თქვათ, განეშორა მას, მაგრამ
რაღაც შინაგანი თვისებები ისევ იგივე აქვს. რომ თვითონ თვისებები არ არის საკურნებელი და განსაკურნებელი, მაგრამ რაღაც დონეზე თუ აი კავშირი სად არის, აი ცოდვასა და თვისებებს შორის ხანდახან კავშირი არის, აი მაგალითად არის ესე იგი ფსიქოლოგიური ტიპი, ანუ რაც ადამიანი შეიძლება დაბადებიდან გენეტიკიდან მოყვებოდეს, აღზრდის პრობლემებიც იყოს, რომ ის იყოს დეპრესიული, ან დეპრესიისგან მიდრეკილი. და თუ მასში ეს გადაიზარდა სასოწარკვეთილებაში, უკვე ცოდვაში ძალიან ახლო კავშირია ხოლმე. აი მაგალითად შიზოიდური ისა აქვს პრობლემა აქვს, ხო, ფსიქიკური პრობლემა აქვს ადამიანს გარკვეულწილად. შეიძლება ძალიან მძიმე მდგომარეობაში არ არის. და მას ესმის ხმები მაგალითად ხილვები აქვს. თუ მასთან ერთვის ამ პარტაუნება, ანუ სულიერი გაგებით აპარტაუნება, რაც ეგოცენტრიკებიც არიან ესეთი და თუ ამასთან და თუ ის არ იწყებს სულიერ კურნებას, რომ აი როცა აზროვნებს ჯანმრთელად, გააზრებას რომ მე ამ პარტაუნება მაქვს, ანუ თუ მორწმუნეა, ეს რწმენა ძალიან ეხმარება, რომ ამ პარტაუნებისგან განვიკურნოს და გზებს მე ეკლესიაში და საეკლესიო სწავლებაში პოულობს და მოძღვართან, ხო, ამისგან განკურნების. და თუ არ არის, მაშინ შეიძლება ესეთი პრაქტიკული მდგომარეობას ხშირად გქონია ჩვენ, რომ აი ათეისტი ადამიანი, რომელსაც ესმის ხმები, აგრესიული, მაგალითად ამაზე შური იძიე, მაგალითად ძალიან კიდევ უფრო ცუდი. ის არასდროს არ მიიჩნევს, რომ ეს აი აქ მე კი მაქვს ფსიქიკური დარღვევა დაუშვათ, რაღაცა, მაგრამ მან რაღაცა ხდებოდეს ბოროტი ძალებისაგან, დაცემული ანგელოზებისაგან, რაღაცა შთაგონება. ანუ ამას იყენებდეს შეშმაკე, აი ამ გზას, რომ აქედან მე უფრო ცუდი აზრები მომეწოდეს. ან ჩემ ფანტაზიებში თუ მე ამ პარტავანი ვარ, შეიძლება ჩემ ფანტაზიაზე წარმოსახვებში, შეიძლება მეფე ვიყო, ან ვინც მინდა რომ ყოფილიყავი და ისე ძოცნებობდი. და ჩემ ფანტაზიებში მე ამას მივახციო შეიძლება და ჩავიკეთო ჩემ ნაჯონში. და ძალიან ხშირად ხდება მე ძალიან ახლო კავშირი უკვე ცოდვასთან და ფსიქიკურ დარღვევას. აი მაშინ როცა ექიმს მიმართავს, განიკურნება გარკვეულ დონეზე დამშვიდდება მისი ესე თქვა მდგომარეობა და მას შეუძლია აღსარების თქმა, მორწმუნე ადამიანი მოდის და აღსარებას ამბობს. და იწყებს ლოცვას ისე როგორც მას შეუძლია. აი მოძღვარს მას უნდა განსაზღვროს ვის რა შეუძლია, აი წეგან დეპრესიული ადამიანი ვახსენე, ზოგჯერ არის ესეთი ან მელანქოლიკი. მათთვის ხანდახან ისეთ მდგომარეობაში ძალიან ხშირად რთული რაღაცა კანონების მიცემა და ძალიან რთულია ან ღვთისმეტყველების კითხვა და ზოგჯერ მას პირველ რიგში ეხმარება ხოლმე ფიზიკური შრომა. აი მონასტერებში ხანდახან ფიზიკური შრომა ძალიან ეხმარება ადამიანს. ერთის მხრივ აი ამ ფსიქოლოგიურ და ხიბლისგანაც იცავს ხოლმე ამ ფიზიკური შრომა. ამიტომ ძალიან ბევრი კატეგორიებია, რომელსაც ყველას განსხვავებული მიდგომა ჭირდება. არიან ზოგიერთი არის ადამიანის სწორხაზოვნად მოაზროვნე, ძალიან ვიწროდ მოაზროვნე, ხა ცუდი გაგებით არ ვამბობ, რა თქმა უნდა. უბრალოდ ეს მისი მახასიათებელი შეიძლება იყოს, რაც გენეტიკურად აღზრდიდან, რაღაცას ტრამვიდან მომდინარე ბოდეს ზოგიერთი ამ მდგომარეობა, ამიტომ ყველას თავისებური რაც შეუძლია განხრთობის გზაზე დადგომა. და ყველასთვის არის ეს, ყველასთვის არსებობს ეკლესია და ეს მახასიათებლები ჩვენ უნდა ჩავთვალოთ, რომ რაღაცა ჩარჩოში არ უნდა ჩავსვათ, რომ მაგალითად ეკლესიური ადამიანი ასეთი და ასეთი უნდა იყოს, აი გარეგნული რაც ვახსენე, ფსიქოლოგიური მახასიათებლებით. მაგრამ შეიძლება რაღაც გარკვეული მიდრეკილებები ქონდეს, რომელიც მას ცოდვაში ეხმარებოდეს და ეკლესია უკვე კურნავს, რომ ცოდვაში არ ჩავარდეს და განეკვრთოს. არ ვიცი ხა სწორად გამომარტეთ თუ არა, მაგრამ პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარეც ასე არის, რომ აი შეიძლება რაღაცა იყოს ქოლერიკი ადამიანი და რაღაცა მოკამათე იყოს და ეს სულაც არ უშლის ხელს, რომ ის წმინდანი გახდეს. იმიტომ რომ ეს მისი ხასიათი იქნება უბრალოდ. აი მოციქულებსაც რო გადავხედოთ, ხო, მაგალითად პეტრე მოციქული როგორი უფრო მეტად უფრო ემოციურია, ხო, ჩანს სახარებიდან. ზოგიერთი მოციქულის თითქოს ხმა არის მისი იქ. პავლე მოციქული მკვეთრად პრინციპული არის. პრინციპულია და პავლე მოციქულზე წერია სხვათა შორის ამ მოსიყვარულე იყო, რა თქმა უნდა, რომ სიტყვით უფრო რბილი არ ხოძებდნენ, ესეც ცილის წამება იყო მის წინააღმდეგ, სიტყვაში უფრო მოსიყვარულე იყო, როცა ქადაგებდა მათ. და სულ თხოვდა ხოლმეო, ერთ-ერთი განმარტებელი ამბობს, რომ თხოვდა ხოლმე, რომ ასე გააკეთეთ. წერილში თითქოს უფრო მკაცრი იყო, იმიტომ რომ წერილი არის დაწერილი და წერილში მკაცრი იგრძნობა, რომ ეს დადებული როგორც საღვთო სწავლება, რომ მაგალითად ხო ამბობს, რომ ღვთისაგან არის ეს და არის ხანდახან რომ ესე ჩემი როგორც მოძღული რჩევა და ასე შემდეგ. ასე რომ მთელი რიგი პრაქტიკული საკითხებია, რასაც გათვალისწინება ჭირდება, რომ ადამიანი არ დაბრკოლდეს მოძღვრის მხრიდან, რა თქმა უნდა. საინტერესოა კიდევ აი ერთ საკითხს შევეხოთ ეშმაკეულობის თემას. დიახ, ცოტა რამდენიმე წუთი დაგვრჩა და კარგია რომ გამახსენეთ, რომ მე დავიწყებოდა და გამსაზრდოთ. განსაკუთრებით ახალ აღთქმაში ხდება ეს ფენომენი, ეშმაკეული ადამიანი და ნათლად ჩანს როგორია ეშმაკეული ადამიანი, როგორი ძალმოსილება აქვს მასზე ეშმაკს და დღევანდელ საზოგადოებაში ხდებიან ესეთი ადამიანები, მაგრამ როგორ მართებს სიფრთხილე ეკლესიასაც და ექიმსაც მათ შორის, რომ მკვეთრად გაევლოს ხაზი, სად გადის ზღვარი ეშმაკეულობასა, ანუ აშკარად სულიერ შეპყრობილობასა და ფსიქიურ დაავადებას შორის. აქაც მნიშვნელოვანია ურთიერთთანამშრომლობა. აი დღეს მაგალითად ადამიანი როგორც გეოდნავ რაიმეს დისკომფორტს, კომფორტს იქნებს სულიერად, შეიძლება
წავიდეს და კვეთებულ სოცავს დაესწროს, მაგალითად, გონია რომ მასში ეშმაკი ხომარ შევიდა, ეს ძალიან სახიფათო მდგომარეობა არის. მნიშვნელოვანი არის რომ აქაც ამ მდგომარეობაშიც არ გამორჩოს ფაქტორი, არც მოძღვრის და სულიერი მკურნალობისა და არც ცხადია ექიმისა. და ბოლოს აი ეკლესია რა იარაღს, რა საშუალებას თავაზობს უმთავრესად ადამიანს. მარტივად ვთქვათ, ეს არის ეკლესიური ცხოვრება, რა თქმა უნდა, მაგრამ კიდევ უფრო კონკრეტულად ეს არის აღსარების საიდუმლო. მნიშვნელოვანი ამას შევეხოთ, ჯერ კიდევ ახალ აღთქმაში უკვე არსებობდა ეს პრაქტიკა, წმინდა იაკობ მოციქულის კათოლიკე ეპისტოლაში ვკითხულობთ მოწოდებას, რომ უნდა თქვათ ვაღიაროთ ჩვენი ცოდები ერთმანეთის წინაშე და ძველ დროიდანვე საეკლესიო ცხოვრების პრაქტიკაში დაინერგა ეს აღსარების თქმის პრობლემა. ვიცით რომ მოციქულებს უფალმა მისცა ძალაუფლება შეკვრის და გაახსნისა, ხოლო მათგან გადაეცა სამღვდელოებას, ეპისკოპოსებს და მათი კურთხევით მღვდელმსახურებს და აღსარების საიდუმლო თავის თავში მოიცავს ორ მნიშვნელოვან რამეს. აღიარება, აღსარება იგივე აღიარება, ომოლოგია ბერძნულად. აღსარება ნიშნავს ვინმეს და რაიმეს აღიარებას. აღსარების დროს ეს ორივე გათვალისწინებული. აღსარებაში მორწმუნე ადამიანი აღიარებს ღმერთს, აღიარებს რომ მას წამს ღვთისა, ყოვლად მოწყალე ღვთისა და მეორე ღმერთის მოწყალების, ღმერთის სიყვარულის, ღმერთის კასტმოყარების შუქზე როგორი ვარ მე. ანუ როცა ადამიანი ინანიებს თავის ცოდებს, პირველ რიგში ის ადასტურებს ამას ღმერთის წამს, რომელიც არის ჩვენი ყველაზე მამა და შემოქმედი და ღმერთის წმენის, მისი სიყვარულის, მისი კასტმოყარეობის შუქზე რა ხდება ჩემში. და ადამიანი იწყებს თავისი ცოდების აღიარებას. მნიშვნელოვანი აქ გავუშვათ ხაზი სინანულს როგორც ცნობიერების შეცვლას. სინანული მოგესალმებათ რომ ეკლესია ამეტყველდა ბერძნულ ენაზე, ამიტომაც ჩვენ ამინდა ვთავნეთ ტერმინები ბერძნულში არის მეტანოია. მეტანოია კი ეტიმოლოგიურად ნიშნავს გონების ცვლას. მეტანუს გონების შეცვლას. ანუ მე როცა მივდივარ და ვამბობ აღსარებას მღვდლის წინაშე, მე ვინანიებ ჩემ ცოდებს და გამოხატავ მზაობას, რომ მე შევცვალო ჩემი შინაგანი საყვარლი, მე შევიცვალო. და ეკლესიაში არსებობს სასტი სრული აღსარების თქმის პრაქტიკა. არა მხოლოდ მაშინ როცა ადამიანია მონაზონი, დიაკონი, მღვდელი, მღვდელთო არ ხდება, არამედ ეს ყველა შეუძლია, რომ როდესაც მასში რაღაცა შინაგანი რყევები ადამიანი ცუდად არის და ვერ არის კარგად, მას შეუძლია მოძღვართან სრული აღსარება თქვა. ან მაგალითად ახალმოსული ეკლესიაში ადამიანი მეტად იყო მორწმუნე, მაგრამ აი ეხლა უკვე შეუდგა ეკლესიური ცხოვრების ფერხულს, კარგია რომ ადამიანმა თქვას სრული აღსარება, გულწრფელი აღსარება. რაც უფრო გულწრფელი ადამიანი აღსარებაში და თავის შინაგან სამყაროს გამოიძიებს, კურნებაც მეტია, იმიტომ რომ უსვამთ ხაზს ეკლესიისთვის, მორწმუნეებისთვის აღსარება არა მხოლოდ ფსიქოლოგიური საუბარია, იურიდიული აქტი, რაღაცა მოვინანე და ვაღიარე. ეს არის საეკლესიო საიდუმლო. და ძალიან მნიშვნელოვანი არის ამის გააზრება. დიახ. ხშირ შემთხვევაში ახალმოსულების შემთხვევაშიც აი სრული აღსარება ახსენეთ და ეს ძალიან იშვიათად ხდება, უფრო ეტაპობრივად ხდება ხოლმე ცოდების ნელა იხსნება ადამიანი, ნელა ხვდება რომ ეს ცოდვა მქონდა თავიდან ხდება მორიდება და ვერ ამბობს, ნელა ყველაფერი ხდება, როცა სურვილი გულწრფელი არის. ორს გადაცემის დრო იწურება. ორი სიტყვას დავამატებდი აი შეპრობილებასთან დაკავშირებით. თქვენ ახსენეთ რომ ძალიან გავრცელებული ეს კვეთებული ლოცვა, როცა ადამიანი შეპყრობილია სხვა ძალის მიერ, ესე იგი ეშმაკის მიერ და ის თავის ნებას ვეღარ აკონტროლებს, თავის სხეულს, თავის გონებას, თავის მოქმედებებს ვეღარ აკონტროლებს. ეს ამის ნიშნებიც გარკვეულად წილად პრაქტიკის გამომდინარე არსებობს ეკლესიაშიც. მაგრამ ერთ-ერთი სასულიერო პირი ადრე იყენებდა ესეთ პრაქტიკას, რომ ნაკურთხი წყლის ეშინოდათ და სხვა წყალს სვამდა, როცა რამდენიმე ჭიქას უდგამდა. არის ხშირად აგრესია ჯვრის ეკლესიის ხატების მიმართ, სიწმინდეების მიმართ და ასე, ანუ რაღაც გარკვეული ნიშნებიც არსებობს. და ერთ-ერთი ნიშანი დამახასიათებელი ის, რომ აი მაგალითად თუ ეს ფსიქიკური დაავადება, ეს ნაკლებად ხდება, როცა ეს უფრო შეპყრობილობა, მაშინ უფრო ეს მკაფიოდ ჩანს, რომ ადამიანი თავის ნებას, თავის პიროვნებას არ ეკუთვით, თითქოს სხვა მართავს მას და არის მომენტებში გამონათება, რომ ის რაღაცა თითქოს შეჩერდება ეს და რაღაც ხდება, რომ სხვა მართავს და ებრძვის მას, მაგრამ წინამდებობას ვერ უწევს. აი ბევრი რაღაც ისეთი ნიშნებიც არსებობს და ამიტომ უნდა განსაზღვროს მოძღვარმა და რთული ამის განსაზღვრა, რა თქმა უნდა, ამას სულიერი გამოცდილება ჭირდება და ცოდნაც
რომ საჭირდება მას ექიმი, რომ ხშირ შემთხვევაში შეიძლება კვეთილს ლოცვაზე ასწრებდნენ და უფრო მძიმე მდგომარეობაში ვარდებოდეს ესეთი ადამიანი, როცა ფსიქიკური პრობლემა აქვს და ექიმი ჭირდება. ამიტომ უნდა განისაზღვროს, რომ ექიმი ჭირდება იმ შემთხვევაში. და თუ ესეთ მდგომარეობაში მას უჭირს ახსარების ჩაბარებას, როგორც კი განიკურნება აქედან, ერთი მდგომარეობა იქნება თუ მეორე, შემდეგ უკვე მისი წამალი რა თქმა უნდა ახსარება, თქვენ ახსენეთ და ახსარება და სინანულია. რომ ისე ვარ დაუბრუნდეს მძიმე მდგომარეობას. რა თქმა უნდა და აუცილებელია აღვნიშნოთ მორწმუნეებისთვის, რომ ნებისმიერ საეკლესიო მსახურებას, საეკლესიო მღვდელმოქმედებას, საეკლესიო საიდუმლოს, მათ შორის ახსარებას, სრულყოფის, სრულფასოვან ღვთის წმინდა ზიარების საიდუმლო, როგორც გვირგვინის სულიერი ცხოვრებისა, როგორც მომავლის მარადული ცხოვრების დაგემოვნება, როგორც უფალთან შეზიარება და აი სულ წავიკითხო პატარა ფრაგმენტი ბიბლიიდან, კერძოდ ზირაქის სიბრძნის წიგნიდან, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ზოგადად წმინდა წერილის მედიცინასთან და ექიმებთან. სიბრძნე ზირაქისა. უფალმა მიწისაგან შექმნა წამლები და გონიერი კაცი არ უგულებელყოფს მათ. მიეცი ადგილი მკურნალს, რადგან ისიც უფალმა შექმნა. და ნუ განიშორებ, ვინაიდან გჭირდება იგი. არის დრო, როცა შენი განკურნება მათ ხელშია. რადგან ისინიც უფალს ევედრებიან, შეგვეწია რომ მოვუფონოთ სნეულს და სიცოცხლე შეუნარჩუნოთო. ეს მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის თანამშრომლობა ადამიანის სულიერი და ცხადია ფიზიკური გაჯანსაღებისთვის. დიდი მადლობა მოგახსენებთ. საინტერესო საუბრისთვის, რამდენიმე საკითხი შევახეთ და მე ნაკლებად შეიძლება ზოგიერთი ცოტა ბუნდოვანი დაგვჭა და ბოდიშს მოვხდი მაყურებელს, მაგრამ საინტერესო იყო საკითხები ზოგადად და აქტუალური და მადლობას მოგახსენებთ ბრძანებისთვის. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი ბრძანდებოდა დეკანოზი შიო ბაკურია. დროებით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.